მოგესალმებით ჩემო კარგებო, დღეს მოვამზადოთ ისპანახის ფხალი. იმერულად ისე როგორც მინდვრის ფხალი იმერეთში შევაკეთებთ, ესე გოფში ბებო რომ მოკეპავდა ხოლმე, უგემრიელესია და განსაკუთრებით მოიკლავთ სურვილს, ვინც ხართ ემიგრაციაში და მინდვრის ფხალს უბრალოდ ფიზიკურად ვერ პოულობთ არ არის და მართლა ვერ გაარჩევთ გემოთ, იმდენად გემრიელია და ისე გავს აი გემოს, რაც შეგვიყვარს ეს მინდვრის ფხალი რაც არის. სადეთ აუცილებლად სასურველი რაოდენობის ისპანახი გავარჩიოთ კარგად, შემდეგ გამდინარე წყალში დავტოვოთ ცოტა ხანი და სათითაოდ გავრეცხოთ, გადავიტანოთ ადუღებულ წყალში და დაველოდოთ დაახლოებით 15-20 წუთი რომ მოიხარშოს. ამასობაში მე გავარჩიე მწვანილები და გამოვიყენე დიდი რაოდენობით ქინძი, კამა და მწვანე ხახვი. შემდეგ ნიგოზი გადავიტანე ბლენდერში და ჩვენი ისპანახის ნახარშით გავათხელე. სასურველი სისქე უნდა მივცეთ, როგორც იცით, ფხალი არის ცოტა თხელი, ჩვენი იმერული ფხალი და გადავიტანე შემდეგ ხის გოფში მწვანილები, ეს ნიგოზი დაბლენდერებული, ასევე მარილი და ღერღილი წიწაკა გემოვნებით და კარგად მოვკეპე გემრიელად იმერულად. თუ ხის გობი არ გაქვთ, ნებისმიერ ჯამში შეგიძლიათ სცადოთ. მადლობა და შეგერგოთ.